როდესაც ქვეყანაში ფასები იზრდება, ეს ნებისმიერ სუპერმარკეტში ერთი სახეობის მაკარონი მსგავსი შემცველობით. რადგან ეროვნული ბანკის პოლიტიკა ვახშენებთ ახლა ამ სისტემას, თუ ამის გააზრება მოქალაქის დონეზე არ მოხდება, ანუ ჩვენი მიზანი უნდა იყოს 200 მილიონამდე, ანუ უფრო მეტი ვიდრე საქონელი გაქვს. და ძალიან კარგ თემას შეეხე შენ. ეს მოგესალმებით, დღეს ბიზნეს პოდკასტის სტუმარია ნოდარ სირბილაძე, თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის დირექტორი. და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ როგორც ასოციაციის საქმიანობაზე და ისევე ეკონომიკურ საკითხებზე. გამარჯობა ნოდარ. მიხარია რომ ამ ფორმატში შედგება ჩვენი საუბარი და მოდი დავიწყოთ ეკონომიკური საკითხებით და შემდეგ ბოლოსკენ მოვიტოვოთ ასოციაციის საქმეები. შევეხოთ იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ თემებს, რომელიც საზოგადოებაში არის აქტუალური და აი ბოლო პერიოდში იყო განხილვის საგანი ფასების საკითხი და ჩვენ არაერთი ასე ვთქვათ შეფასება მოვისმინეთ, რატომ იზრდება ფასები ქვეყანაში და აი მაინტერესებს შენი შეფასებით რა არის ქვეყანაში ფასების ზრდის მთავარი წყარო. კი ბატონო. გიორგი, პირველ რიგში მოგესალმები და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და გისურვებ წარმატებას ამ ასე ვთქვათ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტზე და პროექტში ჩემი აზრით. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, პრინციპში ეს არ ახალია ხო ჩვენთვის. ხა წინა წლებსაც რომ შევხედოთ, მუდმივად მთავარი წუხილი ადამიანების იყო ფასების ზრდა. თან განსაკუთრებით ეს წუხილი იმით მძაფრდებოდა, რომ სურსათის ჯგუფში იყო ორნიშნა ინფლაცია ხოლმე და აი სურსათზე მაგალითად იქნება რძე, კვერცხი, ყველი, ხორცი და ასე შემდეგ, ფასები იზრდებოდა სწრაფი ტემპით. და ეს კვლევებში ჩანდა ხოლმე რა, საზოგადოებრივ სოციალურ კვლევებს როდესაც ატარებდნენ, მოსახლეობის მთავარი პრობლემა იყო ხოლმე ინფლაციის მაჩვენებელი და ახლაც წლის დასაწყისში მოკლედ მთავრობაში ალბათ მიხვდა რომ მოდი ამაზე გავაკეთოთ აპელირება და გამოვიძიოთ თუ რატომ არის რეალურად ფასები მაღალი ჩვენთან. რაც ჩანასახშივე პრინციპში ფიქცია იყო და მე დასაწყისში მაშინ როცა დაიწყო ეს პროცესი კომენტარის გავაკეთე მედიასთან რომ მიმართულება რითაც დავიწყეთ ფასების გამოკვლევა თუ რატომ არის ზვირი და რატომ იზრდება ფასები პროდუქტებზე არასწორი იყო. დავიბარეთ ბიზნესები, ვითომ ბიზნესმენებს ახსნა განმარტებები და იქ რამე ისეთ მაღალი მოგების მარჟა ხო არა აქვს და ეს ხო არ არის პრობლემა და ასე შემდეგ და რამდენი ორი თვე მიდიოდა ხო თუ არ ვწდები მიდიოდა ეს ორი თვე ეს პროცესი მაგრამ შედეგი მივიღეთ ის რომ თურმე ესე არ ყოფილა თურმე ბიზნეს კარგი მარჟა ქონია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში და ასე შემდეგ და ერთადერთი რაც რაღაცნაირად გაეკეთილშობილებინათ ეს საქმიანობა თავისი იყო ის რომ თქვენს რომ აგერ ჩვენი მაღაზიები რომლებიც არიან ქსელური სუპერმარკეტები მაგათ ექნებათ სპეციალური დახლები სადაც ძირითადი მოხმარების პროდუქტები სპეციალურ ფასად გაიყიდება ანუ თავის საქმიანობით რომ რაიმე წარმოიჩინა საზოგადოებაში და მთლად არ ეთქვათ რომ ვერაფერი გავაკეთეთ ეს გააკეთეს მთელი ამბავი არის ის რომ ამით არაფერი არ შეცვლილა გიორგი არაფერი არ შეცვლილა იმიტომ რომ თუ დააკვირდები ის პროდუქტები რა პროდუქტებიც ახლა ამ სპეციალურ კალათაში არის სადაც იყიდება ეგ პროდუქტები ისედაც მაგდენი ღირდა ფაქტობრივად ყოველდღე. ერთ მაღაზიაში თუ არა მეორეში მაინც იყო ეს ფასდაკლებულები. ნებისმიერ აი მაგალითად ახლა მაკარონი რო პირობითად 2 ლარი იყიდება სპეციალურ ფასად ნებისმიერ სუპერმარკეტში ერთი სახეობის მაკარონი მსგავსი შემცველობით ზუსტად ისედაც ღირდა 2 ლარი. და ხშირ შემთხვევაში ლარნახევარიც და ასე შემდეგ. ანუ ამ საქმიანობით რეალურად შედეგი ვერ მივიღეთ. შემოგვიწყდა ჩდება ლოგიკური კითხვა, რატომ მოხდა ეს და მეორე მხრივ რა განაპირობებს ფასების ზრდას. რეალურად ამ ყველაფრის მთავარი განმაპირობებელი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ არასწორი ტრაექტორიით წავედით, რომ თითქოს ბიზნესის ბრალია რომ ესეთი ფასები გვაქვს. თავარი პრობლემა რაზეც სამწუხაროდ აპელირება არ ხდებოდა და ეს ნათლად დავინახეთ ამ კომისიის მუშაობის ფარგლებში ეროვნული ბანკზე კითხვის ნიშანი და მის ფუნქციონირებაზე არავის არ დაუსვავს. რატომ? ეროვნული ბანკს კონსტიტუციით უწერია თავის საქმიანობის უმთავრეს მიზნად ინფლაციის მოტოვა. ანუ ფასები არ უნდა გაიზარდოთ ქვეყანაში, ნუ იქ ჩაწერილია 3%, 3%-ზე მაღალი ინფლაცია, ანუ საშუალოდ ცხოვრება 3%-ზე მეტად არ უნდა გაგვიწურდეს. აი ძალიან მარტივად რო ავხსნათ, ასე თქვა ჩვენს მენას. ეროვნული ბანკი როგორ არ უნდა ყოფილიყო იქ ხო, როდესაც ვსაუბრობთ ფასებზე. შესაბამისად, სწორედ აქედან გამომდინარე იმის თქმა მინდა რომ თავარი მიზეზი გიორგი რის გამოც არის ინფლაცია და ეს აქამდეც ასე იყო. ეს არის ეროვნული ბანკის პოლიტიკა. ეროვნული ბანკის პოლიტიკა ამ შემთხვევაში გულისხმობს მონეტარულ პოლიტიკას, ძალიან ესე სლენგივით არის ხოლმე ფულის ბეჭდა. ამას რო ეძახიან ხოლმე. სინამდვილეში ეს ფულის ბეჭდა ნიშნავს იმას, რომ ფულის მასა ფართოვდება ქვეყანაში და ჩვენ თუ დავაკვირდებით ბოლო წლების ტენდენციას, დავინახავთ რომ ფულის მასა ქვეყანაში იმაზე სწრაფი ტემპით იზრდება და იმაზე მეტი მოცულობით ვიდრე ეკონომიკა. ანუ წარმოიდგინე რომ ეკონომიკამ რაღაცა რეალურად შექმნა პირობითად 100 მილიონის დოვლათი
და ამ დროს ფულის მასა გაიზარდა 200 მილიონამდე. ანუ უფრო მეტი ვიდრე საქონელი გაქვს. ნუ და ძალიან კარგ თემას შეეხე შენ. ესე იგი მონეტარული საზოგადოებასაც რომ კიდევ ერთხელ აუხსნათ, მონეტარული პოლიტიკა არის ეროვნული ბანკის პრეროგატივა. რაც ნიშნავს იმას, რომ ეროვნულ ბანკს აქვს ეკონომიკაში ჩარევის, როგორც ვიცი, 4 მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ეს არის რეფინანსირების განაკვეთი, ანუ ის საპროცენტო განაკვეთი, რაშიც კომერციული ბანკები იღებენ სესხს ეროვნული ბანკისგან. მეორე ეს არის რეზერვების ნორმა, ასევე ეს არის ობლიგაციების და ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა და ვალუტის ყიდვა-გაყიდვა. ანუ ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები, რომელთაც შეუძლია ზეგავლენის მოხდენა. აქ არის მეორე საკითხი, როდესაც ინფლაციის თარგეტირებით მაჩვენებელი აჩვენდა საქართველოში ეს არის 3% და თარგეტირების ნაწილში სხვადასხვა ამ ნაწილს თავისი კრიტიკოსებიც ყავს, მაგალითად ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი ამბობს, რომ სახელმწიფოების ცენტრალური ბანკები ვერ გააკონტროლებენ ინფლაციას, იმიტომ რომ ეს ინფლაცია ხშირ შემთხვევაში არის იმპორტირებული და ნუ ხა გასაგებია რომ საქართველოში როდესაც სამომხმარებლო კალათის 80% არის იმპორტირებული, გარკვეულ წელს შეიძლება ინფლაცია იყოს იმპორტირებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცალსახად ამ ნაწილს მივაწეროთ და შენ სწორი ახსენე ფულის მასის ზრდა, როდესაც ქვეყანაში ფასები იზრდება, ეს არის წმინდად ეროვნული ბანკის ფულის ემისიის საკითხი და ზოგადად რა არის ეკონომიკური ზრდა, ხო, აი მაყურებელსაც რომ მარტივად აუხსნათ, როდესაც ქვეყანაში არის X პროდუქციის რაოდენობა და Y ლარის რაოდენობა და ეს ლარის რაოდენობა ფიქსირებულია და პროდუქციის რაოდენობა იზრდება, ეს არის ეკონომიკური ზრდა. მაგრამ როდესაც ხდება პირიქით, ბუნებრივია რომ აქ იზრდება ფასები და ადამიანის შრომა ამ შემთხვევაში უფასურდება, იმიტომ რომ ჭარბი ფულის მასა, ზრდის პროდუქცია ფას და ადამიანი თუ ადრე მისი ხელფასი თუ იყო 1000 ლარი და 1000 ლარად ყიდულობდა X რაოდენობა პროდუქციას, ახლა ყიდულობს გაცილებით ნაკლებს. გამოდის რომ ეროვნული ბანკის ფულის ემისიის შედეგად პირდაპირ პროპორციულად გაუფასურდა ადამიანის შრომა. ამიტომ ეს არის მთელი მიზეზი აი ამ ფასების ზრდის და არა ის პოპულისტური საკითხები და შინაარსები, რაც ჩვენ მოვისმენთ. ამიტომ აბსოლუტურად გეთანხმები. ძალიან კარგი მიმართულება გაშალე გიორგი, აბსოლუტურად მეც გეთანხმები, რომ იმპორტირებულ ნაწილს ბუნებრივია გარკვეული დოზით შეიძლება კონდეს ზეგავლენა, ეს სავსებით ბუნებრივია, მაგრამ არა ისეთი, რაც ფულის ემისიას. ეხლა რა გამახსენეთ მაგაზე რომ თქვი, რომ ადრე იყო ესეთი შემთხვევა, მაღალი ინფლაცია ქონდა, მაღალი ინფლაცია დაბრალდა თურქეთში ლირის გაუფასურებას და იქ არსებობდა ხო, იყო ისეთი მომენტებიც, როცა მე პირიქით ლირა გამყარდა თურქეთში კარგი მაკროეკონომიკური პროცესები მიმდინარეობდა. მაშინ ჩვენს დადებითად რატო? მაშინაც ორნიშნა ინფლაცია ქონდა. მაშინ რატო არ შეგვეხო? მე სხვა მიზეზი მოვიფიქრეთ იმისათვის, რომ გვეთქვა, რომ აი საგავსუფლად საგარეო შოკების ბრალია. და რაც შეეხება აი რაც ახსენე ზუსტად ფულის მასის გაფართოება, სხვა შორის წინა პრეზიდენტი ვინც იყო ყობა გვენეტაძე, ძალიან ცხარე დისკუსიები მე ამ ადამიანთან მქონდა ხოლმე და ყოველთვის იძახდა ერთ და იგივეს, ხოლმე რომ მე თუ არ მიჯერებ, აი Bank of England-ის ბანკის paper-ები, ანუ დოკუმენტები წაიკითხე, სადაც ახსნილია, რომ ფულის მასა იზრდება არა იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი ზრდისო, არამედ იმიტომ, რომ კომერციული ადამიანების მულტიპლიკაციის ეფექტი თუ ადამიანები ზრდიანო რა. ანუ მარტივი ახსნა რო იყო დიდ როცა რო არ წავიღოთ, ანუ გამოდის ის, რომ ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებს ფულს აძლევს, კომერციული ბანკები მე ასესხებენ ამ ფულს და ას ადამიანები ამ ფულს აბევრებენ, ანუ რაღაცა ბიზნესი იწყებენ საქმიანობას და მულტიპლიკაციის ეფექტი აქვს და ამას მიხსნიდნენ რა და როცა გავეცანი ამ დოკუმენტს ლოგიკური კითხვა დამიჩნდა რომ აი ეს კომერციული ბანკები ბევრ სესხს რო უშვებენ. ხო შეიძლება იქ იყოს ესეთი რაღაცაც რომ პრობლემური სესხები გაჩნდეს. მაგრამ რატო არიან ესეთი თამამები სესხების გაცემის დროს? იმიტომ ხო არა რომ თუ კომერციული ბანკი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, მას ყავს მშველელი ეროვნული ბანკისა. ანუ ვერ გაკონტროლდება. და ეს სტიმული რომ აქვს. ანუ საბაზრო ეკონომიკა რა არის? ხო ზოგადად ბიზნესში ხარ, შენს ბიზნესში ხარ გიორგი და გეცოდინება რომ ნებისმიერი ნაბიჯი რომელსაც გადადგო, შენ თვითონ ხარ პასუხისმგებელი და ფრთხილად არავინ არ მოვა და არ გიშველის. შენ ხარ გარანტი შენი ბიზნესისა, ხო? ის ასე უნდა იყოს კომერციული ბანკიც, რეალურად კომერციული კერძო რაღაცა დაწესებულება. არც ერთ ბიზნესს არ აქვს, ანუ არც ერთი ბიზნესის უკან არ დგას ეროვნული ბანკი, როგორც კომერციული ბანკების უკან. შესაბამისად, არავის ესეთი ზურგი არ აქვს და რაც არ უნდა შეცდომა დაუშვას კომერციულმა ბანკმა, მას ყოველთვის ყავს და ეს ბოლოს აისახება მოქალაქეებზე და მოქალაქეების შრომაზე და ეს არის მთავარი. აი ეს თემები სხვა შორის უნდა ისწავლებოდეს, მე ვიტყოდი სკოლებში, იმიტომ რომ ადამიანს დღეს თუ სათანადო განათლება არ აქვს, ანუ ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით, ეს საკითხები არ ესმის. და როდესაც საზოგადოების უმრავლესობისთვის ეს გასაგები იქნება,
ანუ მე ვეღარ ეტყვიან რომ აი რაღაც ფასები იზრდება, იმიტომ რომ რაღაც პლანეტების განლაგება შეიცვალა და რაღაც კოსმიკური საკითხების გამო, ხო? აი წარმოვიდგინოთ გიორგი სტრელაცა რომ დღეს როცა ფასები რაღაცაზე იზრდება, განტევების ვაცი არის ყოველთვის ბიზნესი. იმიტომ საბოლოო ჯამში უყურებთ რომ აი ბიზნესმა რაღაც დახზე გაგიძვირა პროდუქტი, აი განტევების ვაცა ჩვენ ყოველს ბიზნესი. და კაციშვილი არ კითხულობს იმარ, რომ აი ეროვნულმა ბანკმა რა გააკეთა, მათი ბრალეულობა ხო არ არის, რას აკეთებს ეროვნული ბანკი? ფულის მასას რო ზრდის, აწვის კომერციულ ბანკებს, ეს კომერციული ბანკები მე ვიღაცა ბიზნესებს, ცალკე მსხვილ ბიზნესებს აძლევენ. ანუ ეს პროცესი მიმდინარეობს, ამ პროცესში უკვე ინფლაცია არის და საბოლოო მოხმარებელია მე და თქვენ პირობითად რა, ყველაზე ბოლოს ვიღებთ იქი დასარგებას ფული რაც ფართოვდება. ანუ საბოლოო ჯამში ჩვენზე ტყდება ინფლაცია და აი ზუსტად განათლების დონე რო აღნიშნე, პირველი განტევების ვაცი არის ყოველთვის ბიზნესი. არა და ბიზნესი ყველაზე ნაკლებად უნდა დავანაშაულოთ. კაი, იმ კომისიას თვით დავანებოთ, რომ მართლა არსი მისი საქმიანობის არ იყო არაფერი, იმიტომ რომ ცუდი მიმართულებით წავიდნენ. კომისიამაც კი ხო დაადასტურო ბიზნესი არაფერ შუაში ამასთან დაკავშირებით. და მე რაღაცნაირად მოუწიათ თავის პოზიციების გადადგმა. აქ მექნება შეკითხვა გადასახადების ნაწილთან დაკავშირებით. ანუ რამდენად სამართლიანია დღეს ქვეყანაში აი ამ სოციალურ-ეკონომიკური მოცემულებიდან გამომდინარე ის საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც არსებობს როგორც მოქალაქეების, ისე ბიზნესის მიმართ, იმიტომ რომ არ შეიძლება მაგალითად რომ კომპანიას, რომელსაც აქვს 100.000 ლარი ან 50.000 ლარი წლიური ბრუნვა და კომპანიას, რომელსაც აქვს მილიონიანი ბრუნვები, ერთი და იგივე, ნუ მესმის რომ ეს პროპორციულად სხვადასხვა თანხებში აისახება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? გადასახადი იგივე დაბეკვრის მეთოდი არსებობს, ხო? და აქ როდესაც მაგალითები არის, რომ რაღაც საფრანგეთში პირობითად არის პროგრესული დაბეკვრის მეთოდი და არის ევროპის ქვეყნები, სადაც უფრო დიდი არის. ამ ქვეყნებს აქვს შესაბამისი რესურსი და დღეს საქართველოში, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს ბიზნესის დაწყებას და აკეთებს რაიმე ეკონომიკურ საქმიანობას, ფაქტობრივად იმდენი გადასახადის და ისეთი მარჟების გადახდა უწევს, რომ არ უღირს საქმიანობის გაგრძელება და შენის შეფასება როგორია, რამდენად სამართლიანი არის ეს გადასახადი? ხო, იცი რა, მე ყოველთვის ჩემი იდეოლოგიიდან გამომდინარე, რაც დაბალი იქნება გადასახადები, მით უფრო მგონია რომ ქვეყანა წარმატებული იქნება და ამის ემპირიული გამოცდილებებიც გვაქვს, მაგალითად იგივე აზიური ვებხების სახელმწიფოები, სადაც საგადასახადო წნეხი როცა დაიწყეს მათ საქმიანობა იყო იმდენად დაბალი, ახლა ჩინეთია და კომუნისტური რო საწყის ეტაპზე რაღაცა ბუფერული ზონები შექმნეს, სადაც გადასახადები ფაქტობრივად არ იყო. რაც შეეხება ჩვენთან რა სიტუაცია დღეს ჩემი აზრით საგადასახადო წნეხი რაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში ეს უკვე წარმოადგენს პრობლემას. სხვადასხვა მიმართულება შეგვიძლია ავიღოთ, ხო? მაგალითად ქონების გადასახადი, მარტო მე და თქვენ არ ვიხდით ქონების გადასახადი, ბიზნესი ცალკე იხდის, ხო? ქონების გადასახადის ჯაგერთები უნდა სამ გააგრძელო. მოქალაქეები ვერ არჩევენ კიდევ საქართველოში რა არის გადასახადი და რა არის გადასახდები. ანუ საქართველოში არსებობს რომ განვარტოთ 6 სახის გადასახადი და გადასახდელი არის პირობითად როდესაც დენის და კომუნალურ ეს არის გადასახდელი, ეს არ არის გადასახადი. გადასახადი არის დღგ-ს, აქციზის, იმპორტის, საშემოსავლო ქონების და გამომრჩა მოგების გადასახადი. ანუ 6 სახის გადასახადია და რომელსაც თითოეული მოქალაქე იხდის პირდაპირ თვირებად. აბსოლუტურად გეთანხმები, კი. აი ზუსტად ეგეც ფინანსური პრობლემამდე, ფინანსური განათლების პრობლემამდე მივედით, რომ ვერ არჩევენ გადასახადს და გადასახდელს. და აი მქონების გადასახადთან დაკავშირებით ხა გამახსენდა, იგივე გამოძახილი იყო წინა წლის შემოდგომის პერიოდი, როცა ყველას მიუვიდა მესიჯი რო ქონების დეკლარაცია უნდა შეავსო, გადაიხადო და რიგი რო იყო შემოსავლების სამსახურთან მიწევს თუ არა მე გადახდავ. ანუ რის თქმა მინდა რომ 2004 წელს მიღებული ქონების გადასახადის ზღვარი 2004 წელს იყო. მაშინ საშუალო ხელფასი იყო, მე მგონი 200 ლარი. ძალიან დაბალი ხელფასი იყო. ეხლა ავედით აი საშუალო ხელფასითაც რომ მივიჯეროთ, რაღაც 2000 ლარამდე გაათვაგდა, ხო ეს? ასე ვთქვათ, ხელფასების მაჩვენებელს შემოსავლები გაიზარდა, ინფლაცია იყო და ამ პროცესში კიდევ დამატებით წავიდა ეს ფულის მასის გაფართოება, ვთქვით, აი ხელფასები წავიდა წინ, შემოსავლები გაიზარდა, ბუნებრივია და მაშინ თუ ეს 40.000 ლარიანი პირობითად ზღვარი ლოგიკური იყო და ბევრი მართლა ვერ გადადიოდა, ძალიან დიდარი დაყოფილი ყავს შედარებით, რომ გადაგელახე, ხა ფაქტობრივად ყველა ლახავს. და ბიზნესისთვის ეს, რომელსაც თავისი აქტივები აქვს, შენობანაგებობები, ყოველი წლის ბოლოს იხდის უამრავ თანხას. ეს არის ერთი ნაწილი, მაგრამ ეს არის ძალიან მიკრო, ან პატარა იმასთან შედარებით, რაც არის მაგალითად დღგ. დღგ-ს იგივე პროცესია, წარმოგიდგენი, 100.000 ლარიან ზღვარს გადაცდები თუ არა, ეგრევე იხდი ხარ დღგ-ს განახდები 18% თითოეული, ასე ვთქვათ, რეალიზებული პროდუქტიდან თუ მომსახურებიდან. და საინტერესო რა არის, რომ ეს დღგ-ს ზღვარი 100.000
ადრე თუ 100,000 იყო, ეხლა 100,000 როგორ შეიძლება იყოს, როცა ინფლაცია, ფულის ყიდულობითი უნარი შეიცვალა, ფული გაუფასურდა, ხო? გინდა არ გინდა დროში ფული უფასურდება ეხლა და რეალური ყიდულობითი უნარი განსხვავებული აქვს იმ ფულს, იმიტომ ინფლაცია გინდა არ გინდა ეს ფრიდმანს აქ ნათქვამი ფენომენიაო, რაღაც მომენტში იზრდება, გაიზრდება ეს და ფულის ყიდულობითი უნარი, მაგალითად მარტივად რო ვთქვა ჩვენს მეც 100 ლარით, რასაც ყიდულობდი 10 წლის წინ და ეხლა რამდენსაც ყიდულობ რო შეადარო, სადადე დამიწყა. ხომ გაცილებით ბევრი მოდიოდა მაშინ 100 ლარში, ვიდრე ახლა. და შესაბამისად, ფული უფასურდება, ხო, რაღაცების ფასები იზრდება. მე ამას მიყვება ხელფასების ზრდაც ხომ. ანუ იზრდება მათ შორის შემდგომში აი ფასების ზრდის ფონზე კომპანიის შემოსავლების. ანუ რეალური კეთილდღეობა შეიძლება არ იზრდებოდეს, მაგრამ ნომინალში, იმიტომ რომ ახლა ინფლაცია უწევს, რომ მაგალითად პირობითად არ ვიცი, აი ღვინოს თუ 1 ლიტრს ყიდდა რაღაცა 40 ლარად, ინფლაციური პროცესების ფონზე ახლა უწევს, რომ 60 ლარად გაყიდოს პირობითად. შესაბამისად, მოუწევს მარტივად ლახავს 100,000 ლარიან ზღვარს. და რა ხდება 100,000 ლარიან ზღვარის მერე? ხარ დღეგეს განახვდელი. რა ხდება, როცა დღეგეს განახვდელი ხარ, შენ გიწევს, რომ შენი პროდუქცია გააძვირო. იმიტომ რომ დღეგეს კომპანია თავის ხარჯად არ აღიქონს, ეს დღეგე არის უნივერსალური გადასახადი, რომელიც საბოლოო განახვდელი ვართ მომხმარებლები. მე და თქვენ, ანუ ფასში ასახავს ამ 18%. შესაბამისად, ის ზღვარი რაც ადრე იყო, ადრე გქონდა, ეხაც იგივე გვაქვს, არაფერს არ ვცვლით. კაცეშვილი არ გამოსულა ბოლო პერიოდი, ბოლო 10 წელი მინიმუმ, რომ მოდი აბა ვიმსჯელოთ გასაგადსახადო მიმართულებით ცვლილებები ხო არ არის საჭირო, ნამეტანი წნეხში ხო არ ვამყოფებთ ბიზნესს. ამის არანაირი მსჯელობა არ ყოფილა და დღეს ფაქტობრივად 100,000 ლარიანი ზღვარის გადალახვა, აი ქონების გადასახადზე როგორც მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე ლახავს ამ 40,000-იან ასე თქვა ზღვარს წლიური შემოსავლის და შესაბამისად იხდის ქონების გადასახადს, აქაც ბიზნესი დღეგეს 100,000 ლარიან ზღვარს მარტივად ლახავს უკვე, იმიტომ რომ ინფლაცია იყო, ფასების კორექტირება მოუწია და ამ ყველაფერმა მათ შემოსავლები გაზარდა ნომინალში, გადააჭარბეს 100,000 რაღაცა თავისი შემოსავლებით და მოუწია დღეგეს გადასახადს. ამ საბოლოოში მომხმარებელი ზარალდება ისე. შესაბამისად შეგვიძლია დაწევა, მინიმუმ დაწევა და ეს უნდა გავაკეთოთ ან ზღვარი გავზარდოთ ბოლო-ბოლო. მაგრამ მე დაწევასაც ვემხრობი გადასახადის და ამას აქვს ეფექტი, რაც უნდა ხა იყოს სამთავრობო პროპაგანდა, რომ თუ გადასახადს დაწევ, ეს ინფლაციას ვერ შეაკავებს, ანუ ფასების ზრდას, მაგრამ მოდი ავიღოთ თურქეთის მაგალითი. თურქეთმა მაგალითად პირველადი მოხმარების პროდუქციაზე საერთოდ გააუქმა დამატებითი ღირებულების გადასახადი. ნუ რამდენიმეზე არის, მაგრამ ძალიან მინიმალურად დატოვა, ძალიან მინიმალურად. ამ ფასებზე მყისიერი რეაქცია მოახდინა. ევროპის ქვეყნებსაც გაუკეთებიათ ეს, ანუ ფასები დაიჭირეს. რიგ შემთხვევაში შეამცირეს კიდეც. მე რას ვფიქრობ, იცი, რადგან ეროვნული ბანკის პოლიტიკა ვახსენეთ ახლა ამ სისტემას მულტისავალუტო რეჟიმზე მაქვს საუბარი, ოდესაც შეიძლება ქვეყანაში იყოს როგორც ლარში ვაჭრობა, ისე დოლარში და ევროში. ამ შემთხვევაში ეს მოქალაქეებისთვის იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ ადამიანები შეინახავენ და დაზოგავენ ის, რაც უფრო მყარია და უკეთესია და მოიშორებენ ის, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება და თუ ეროვნული ბანკი დაუშვებს შეცდომებს და ლარი გაუფასურდება, აღმოჩნდება ისე, რომ ადამიანები ლარს საერთოდ აღარ გამოიყენებენ და ეროვნული ბანკი ძალას დაკარგავს ამ შემთხვევაში. უბრალოდ ჩვენ არ ვაკეთებთ ამას, იმიტომ რომ არის სახელმწიფოს უნდა კონდეს თავისი ცენტრალური ბანკი და აქ რაღაც პატრიოტული განწყობებიც არის მათ შორის, მაგრამ თუ ესეთი შეცდომები იქნება დაშვებული და ეს არ დაძოგავს მოქალაქეებს, ხო, მაშინ მოქალაქეების მხრიდან მოქალაქეების თავდაცვა იდეალური იქნებოდა მულტისავალუტო რეჟიმი ამ შემთხვევაში. მოდი გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, რომ ჩვენ დიდ დრო არ გვაქვს. ეს არის უმუშევრობა და სიღარიბე. და აი ზოგადად რა ფენომენი არის, როდესაც ქვეყანაში შეიძლება ფიქსირდებოდეს ეკონომიკური ზრდა და სტატისტიკურად რაღაც ციფრები არსებობდეს ამის. თუმცა ეს რეალურად არ აისახება ადამიანების ცხოვრებაზე, ხო? ანუ ხალხი ამ შემთხვევაში მოსახლეობის უმრავლესობა არის არნახული გაჭირვებაში და ამ დროს არის ეკონომიკური ზრდა. ეს ჩემი შეფასებით არის, რომ ესე იგი არ ნაწილდება თანაბრად ეს ეკონომიკური სიკეთეები. პირობითად მაგალითისთვის რომ ავიღოთ, თუ არის 10 დასაქმებული და 10-დან 9 ადამიანის ხელფასი არის 100 ლარი და ერთის არის 10,000 ლარი, საშუალო ხელფასი გამოდის 1000 ლარზე მეტი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ 9 ადამიანს 1000 ლარი აქვს ხელფასი, ხო? ჩემი შეფასებით რაღაც ასეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. შენ რას ფიქრობ, რა ვითარება? კი ბატონო, ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ეგ არის გიორგი, რაც აღნიშნე, რომ რეალურად გვინდა არ გვინდა ესეთ სიტუაციაში ვართ, რომ რამდენიმე რაც ძალიან დიდი მსხვილი ბიზნესი, საბანკო სექტორი ავიღოთ, თუნდაც რამდენიმე მსხვილი ბიზნესი, რომელზეც მოდის დოლათი შექმნის ძირითადი წყარო. და სწორედ ისინი, ანუ ეს დოლათი რაც იქმნება, ძირითადად ინსარგებლობენ და მე ზოგადად აი სადღაც რომელიღაც რეგიონში ან სოფელში მაგალითად ადამიანამდე ამის სიკეთე
ძალიან დაგვიანებულად მინდის, ან თუ მინდის ძალიან მცირე, ასე ვთქვათ, ნაჭრით. ეს არის ერთი მხარე და მეორე მხარე ასე რაც ძალიან მნიშვნელოვანია არის თვითონ ჩვენი ეკონომიკის მოცულობა. ჩვენ ძალიან დაბალი მოცულობის ეკონომიკა გვაქვს და შესაბამისად წარმოიდგინე, აი ეს მარტივ მაგალითი მომყავს ხოლმე, რომ გაქვს ერთი ვაშლი, მეორე წელს გაგიხდა ორი ვაშლი. სტატისტიკურად ჩანს, რომ 100%-იანი ზრდა გაქვს. აი 100%-ით როგორია ხო, როგორი კარგად წარმოითქმის 100%-ით გამეზარდა ვაშლების რაოდენობა, მაგრამ სიამოვნებაში ისე ღარიბი ხარ, ორი ცალი გაქვს. მეტი არა გაქვს. და ეს სიტუაციაში ვარ ჩვენ. იმდენად პატარა ზომის ეკონომიკა ვართ, რომ ერთი რაღაცა მსხვილი შემთხვევაც კი ზრდის რაღაცა პირობითად 8%-ით, 9%-ით, 10%-ით. მაგრამ ის რომ თუნდაც იგივე იმ ადამიანებამდე მივიდეს, ეს ზრდა უნდა ქონდეს გრძელვადიანად, წლობით, 10%-ზე მეტი ზრდა. აი მაგალითად სინგაპურში როგორც გასულ საუკუნეში რომ საშუალოდ რამდენიმე წელი 10 წლეულით უფრო მეტი ძალიან დიდი დაშორება. მდიდრები უფრო მდიდრდებიან და ღარიბები ღარიბდებიან. ანუ იმხელა დაშორება ამ ადამიანებს შორის, რომ ეს აშკარად უთანასწორობა არის, ხო? და მათ შორის ახლა ჩვენი საუბრის მიზანიც არის ეს და ზოგადად მე არ მესმის ეკონომისტის საქმიანობა, ბიზნესის საქმიანობა, ზოგადად სახელმწიფო მოხელის საქმიანობა, რომ არ ემსახურებოდეს აი ამ საზოგადო სიკეთეებს. და მიზანი ყოველთვის ეს უნდა იყოს, რომ რა უნდა მოხდეს ქვეყანაში, რომ ეს დისბალანსი არ იყოს. და ადამიანების სადღაც რეგიონში ცხოვრები ადამიანი ამ სიკეთეებს საკუთარ თავზე გრძნობდეს მათ შორის. კი, ამას ჭირდება პოლიტიკა. და ამას არ ვაკეთებ სამწუხაროდ და არადა ზუსტად არის გამზადებული რეცეპტიც არის. მართლა როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს, ისე რომ იმ ადამიანებამდე მივიდეს კონკრეტულად, მაგრამ კაციშვილი ამაზე ხმას არ იღებს. წარმოიდგინე გიორგი ესეთი რაღაცა, რომ ქვეყანაში გვაქვს უამრავი რესურსი, ტყის რესურსი, სასოფლო-სამეურნეო მიწები, მინერალური წყლები, თერმული წყლები, სასარგებლო წიაღისეული, უამრავი ფაქტობრივად ყველაფერი გვაქვს. ამ რესურსების დაახლოებით უხეშად რო ვთქვათ 75%-ს არ ვიყენებთ. ანუ ჩვენი ეკონომიკა რაზეც დგას და თბილისზე მოდის ჩვენი ეკონომიკის 50%-ზე მეტი. დგას სწორედ თბილისზე რა, აქ მართლა მოხდა პრივატიზება, ეხლა მიწების, ურბანული მიწების გადაცემა და ამუშავთ. მაგრამ რეგიონებში რო ჩახვიდე და ზოგადად ქვეყანას რო მოვედო, წარმოიდგინე, რაც კი სიმდიდრე გოგაჩნია, იმის 75%-ს არ ვიყენებთ. ანუ ავიზაღლის პრინციპი ხო იცი, არც თვითონ ჭამს, არც სხვა საჭმელს. დაახლოებით ეს სიტუაცია გვაქვს. წარმოიდგინე, ეხლა რომ შეგვეძლოს გავაკეთოთ ისე, რომ პრივატიზაციით ამ ხალხს მივცეთ ეს ასე ვთქვათ, ხონება. ძალიან კარგი თემა შეეხება შენ. აი პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის ეპოქაში, როდესაც ჩამოყალიბდა ჰომო ტრანსფორმატიკუსი, აი ეს ადამიანის ესეთი ტიპი, როდესაც აი ამ ვერტიკალური ეკონომიკიდან, იგივე ბრძანებლური ეკონომიკიდან გადავიდა საბაზრო ეკონომიკაზე და მან აღმოაჩინა, რომ არსებობს თავისუფალი ბაზარი, სადაც სახელმწიფო კი არ გეკმოს, არამედ ბაზრის საჭიროებების მიხედვით იქმნება და იწარმოება პროდუქცია. და აი ამ ჰომო ტრანსფორმატიკუსისთვის დამახასიათებელი არის რა, რომ ის მიუხედავად იმისა, რომ უკვე საბაზრო ეკონომიკაში ცხოვრობს, სახელმწიფოსგან მოელის რაღაც ამ შემთხვევაში სიკეთეებს. და თუ ამის გააზრება მოქალაქის დონეზე არ მოხდება, ანუ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ საზოგადოების უმრავლესობამ გაიგოს და გაიაზროს, რომ სახელმწიფოს აქვს თავისი საქმე, კერძო სექტორს აქვს თავისი საქმე და ყველა ადამიანს აქვს თავისი უფლებები და ვალდებულებები. და იქ სადაც სახელმწიფოს ასე ვთქვათ საქმე არ არის, ის არ უნდა ერეოდეს და იქ სადაც ასე ვთქვათ კერძო სექტორის საქმე არ არის, კერძო სექტორი არ უნდა ერეოდეს. როდესაც ამის გამიჯვნა მოხდება და ამ შემთხვევაში შეიქმნება ინფრასტრუქტურა და ბიზნეს ექნება თავისუფალი საქმიანობის განხორციელების უფლება, მე ვფიქრობ, რომ დაალაგდება რიგის საკითხები და პრობლემები. კი, ბევრმა გაიარა პოსტსაბჭოთა ქვეყანებში იგივე თათ პოლონეთი რო ავიღოთ, ლიეტუვა ეს პროცესი მათ გაიარა, თუნდაც იგივე პრივატიზაციის ხალხს მაშინ ახლა დაურიგეს ეს ქონებები. და კი უხედავ ჩვენზე ბევრად უკეთესადაც ცხოვრობ. აი ამ რესურსებს ხალხისკენ, ანუ და ეხლა დაკონსერვებული გვაქვს. თუ ხალხისკენ წავიღებთ, გამდიდრდებით. თუ არა და მაშინ იგივე წრეზე ვიყავით, როგორც ახლა აი გიორგი შენ უმუშევრობის მაჩვენებელი აღნიშნე. 14.4% იყო ეხლა. საინტერესო არის, რომ უმუშევრობა შემცირდა და შემცირდა დასაქმება. ანუ უმუშევრობა შემცირდა ჩვენთან და დასაქმებაც. აი ესეთი პარადოქსული სიტუაცია გვაქვს, იმიტომ რომ ხა ეგ ფორმულა სპეციალური უმუშევრობებით ითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რა წილი მუშაობს და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა. რატო შემცირდა იცი? აი შეგვანიშნე კარგი ასპექტი იყო პოინტი ეგ რომ თავრობა სადაც არ უნდა ერეოდეს, უნდა გაჩერდეს და არ უნდა ჩაერიოს და თავრობა ჩაერია დასაქმებაში. ღარიბაშვილის დროს სოციალურად დაუცველების და საქმების პროგრამა შეიმუშაოს. და თქვენ ეს რაღაცა სოციალდაუცველებს ბიუჯეტის ხარჯზე დავასაქმეთ, არც სტატუს არ მოუხსნით სოციალდაუცველის თანხას მისცემთ და თან შეუწყობთ ხელს რომ მათ მუშაობა დაიწყონ. ეხლა მათმა გააუქმეს.
და ნოდარ საქართველოში არის საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების რიცხოვნობა მოსახლეობის 15% და ევროკავშირის ქვეყნებში არის 3%. კი, და თან ახლა ჩვენთან საჯარო სექტორის უმრავლესობა ფაქტობრივად არის უნგარი, ხო? და გაბერილი შტატები და ხო. ეს არის ამის საჭიროება თუ არ არის კიდევ არაფერი, უბრალოდ სამწუხარო ვითარება არის და რეალურ იდეალურ შემთხვევაში ეს ხალხი უნდა გადავიდეს კერძო სექტორში. და შენ როგორ ფიქრობ, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში და აი რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას კერძო სექტორის მხრიდან, იგივე სახელმწიფოს მხრიდან, რომ დასაქმების საკითხი გადაიჭრას. მე მესმის რომ იდეალურად შეიძლება ვერ მოგვარდეს ეს თემა, მაგრამ აი მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი, რომ გაიზარდოს დასაქმების თემა საკითხი და შემცირდეს უმუშევრობა. ხო, იცი რა, დასაქმება სრულად უნდა ებაროს ბიზნესს. აი ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, ხა სახელმწიფომ გადაწყვიტა რომ დაესაქმებინოთ და რაზე დაასაქმეს ციხა? აი 300 ლარიან რაღაცა სამსახურში. აი რატო გინდა რომ ამ ადამიანმა, მოდი ესე დავსვათ კითხვა, რატო უნდა გინდოდეს რომ ადამიანი 300 ლარიან სამსახურზე დაასაქმო? არ ჯობს რომ ხელა კონკურენცია იყოს. ეს არის მიზეზი, ის გამოც აი დასაქმება არ უდრის ფინანსურ სტაბილურობას. ბუნებრივია. კი, ასეცაა და გამოჩნდა რომ ამას შედეგი არ ქონდა და გააუქმეს ეს პროგრამა. რამდენიმე მილიონი დახარჯეს რაში, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო საერთოდ ჩვენ. რაში დახარჯეს ამდენი მილიონი, ხო? იმაში რომ მე გაუქმებულიყო რა. მე მიხვდე რომ აი არ უნდა ჩავრეულიყავ. ანუ რეალურად დასაქმება არის ბიზნესის ხარჯი. ბიზნესი უნდა ასაქმებდეს. ხა დასაწყისში თქვი რომ რაც უფრო მცირეა სახელმწიფო, მე უფრო ბედნიერი ვარ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა სახელმწიფოში საბოლოო ჯამში ვინ იქნება ვინ მოვა. ისი რატო რომ ჩემთვის ნებისმიერ შემთხვევაში მთავრობა არის საფრთხე. როგორ კეთილადაც არ უნდა მოიდეს, როგორი კეთილსინდისიერიც არ უნდა იყოს, მთავრობა ყოველ ჩემთვის საფრთხე, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მას აქვს იმის მონოპოლიური მექანიზმი, რომ იძალადოს ჩვენზე, გარკვეული კანონებით, იძალადოს ბიზნესზე რაღაც გადასახად დაუწესოს და ასე შემდეგ. ანუ მე მირჩევნია ყოველთვის რომ მთავრობა იმდენად პატარა იყოს, რომ მას არ ის ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენდეს ჩემთვის. რაც უფრო დიდია მთავრობა, მით უფრო დიდი საფრთხეა ის ადამიანის. რაც უფრო მცირეა, მით უფრო კარგია ადამიანის. როდესაც სახელმწიფოს, ანუ ეს აი წმინდა პოლიტიკური იდეოლოგიების საკითხია, ხო და რომელიც ნუ ფაქტობრივად ეკონომიკური საკითხებიდან, ეკონომიკური საფუძველი უდევს თითოეულ პოლიტიკურ იდეოლოგიას და აქ როდესაც იზრდება სახელმწიფოს როლი, იდეოლოგია რომელიც ამბობს რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ სახელმწიფოს როლი, ის ამბობს რომ ჩვენ რაც შეიძლება მეტი გადასახადი უნდა მოვკრიბოთ და შემდეგ ჩვენ გადავწყვიტოთ აი სად დავხარჯოთ ეს თანხები, ეს იქნება ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა თუ ასე შემდეგ და შემდეგ არის ხოლმე ის რომ შესაძლოა დაიხარჯოს ისეთ საკითხებში, რომელიც საერთოდ საზოგადოებისთვის საჭირო არ იყო. გაკეთეს სკვერები, რომელიც იმ შემთხვევაში არ იყო საჭირო და ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვან საქმეში შეიძლება დახარჯულიყო და მე ჯერა იმის რომ ადამიანებმა უკეთიციან თავისი საჭიროებები, ვიდრე სხვა. თუ დაუტოვებ ადამიანს ამ თანხებს და წამოიღებ მხოლოდ იმ საჭირო თანხებს, რომელიც გარკვეული საჭირო რესურსებისთვის, მაგალითად თავდაცვის დასაფინანსებლად არის საჭირო და მსგავსი საკითხებისთვის და დანარჩენ თანხებს დაუტოვებ ადამიანებს, იმ ადამიანმა უკეთიცის პირობითად ეს თანხა როგორ მოიხმაროს. კი, აბსოლუტურად. ეს არის ძალიან ანბანური ჭეშმარიტება და ეს კარგი იქნება რომ მოქალაქეების უმრავლესობამ გაიგოს და კი, და ეგ პათოსი რომ დაუკავშიროთ აი თქვენს კითხვას, რომ რეალურად როგორ შეიძლება უშუალოდ. ამის მაგალითი არის იგივე სინგაპური რა, რაც აქამდეც მოვიყვანე. სინგაპური არის, ანუ და სინგაპური და არა მხოლოდ, ანუ ქვეყნები, სადაც ემპირიულია, შეგვიძლია დავგუგლოთ და ვნახოთ, ქვეყნები, სადაც თავისუფალი ეკონომიკა, ანუ ადამიანები თავისუფლად მოქმედებენ, ბიზნესი თავისუფალია რეგულაციებისგან, რესურსები კერძო საკუთრებაშია. იქ სიმდიდრეც უფრო მეტია, დასაქმების მაჩვენებაც უფრო მაღალია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ახსენე დასაწყისში, რომ უთანასწორობა შემოსავლებს შორის, ჯინის კოეფიციენტს რო შევხედოთ, იმ ქვეყნებში, სადაც არის თავისუფალი ეკონომიკა, ჯინის კოეფიციენტი არის უფრო დაბალი. ანუ ეს სიკეთე რაც იქმნება ქვეყანაში, უფრო თანაბრად არის გადანაწილებული იქ, სადაც არის თავისუფალი ეკონომიკა, სადაც სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, სადაც ადამიანებს ერთმანეთთან თავისუფლად შეუძლიათ ურთიერთობა, ბიზნეს ურთიერთობა მათ შორის. თორე იგივე რა ვიცი, ავიღოთ მაგალითად მაშინ ვენესუელა, სუპერ სახელმწიფო უნდა იყოს ვენესუელა თავისი ნავთობის მარაგებით. რატომ არის ერთ-ერთი მაჩანჩალა ქვეყანა? ან მარტო ეს ხო არ განსაზღვროს, იქ ფაქტობრივად არ არსებობს კერძო საკუთრება, არ არსებობს ბიზნესის კეთება. ნუ ბიზნესს აკეთებს ის, ვინც დაახლოებულია. აი იყო მაგალითად ისტორიაში ჩილეს კომუნისტი ლიდერი, როდესაც ალიენდი ჩაანაცვლა პინოჩეტიმ და ამ დროს ჩიკაგოელი ბიჭები, მაშინ იყო ესეთი ძალიან აქტიური საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით პინოჩეტიმ დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ იყო დიქტატორი, დაიწყო ეკონომიკის მართვა, მას ეკონომიკური წარმატებები ჰქონდა.
კი, ნამდვილად. და ეს ეხლა ჩვენ ეს ახირება კი არ არის, ეს უბრალოდ არსებობს საუკეთესო პრაქტიკები და გამოცდილება მაჩვენა, რომ აი ასე ამ მეთოდებით მართვა ყველასთვის ასაკეთოა, მოქალაქისთვისაც და თითოეული ადამიანისთვის. მონეტარულ პოლიტიკაზე სერიოზული კარგი ნაბიჯები გადადგა მაგალითად რა იგივე ეხლა ჩვენ დოლარიზაცია ავიტეხეთ იმათაც გქონდათ თავიდან, მაგრამ მე ვხვდეს რომ მოდი გავანებოთ დოლარიზაცია იყოს თუ უნდათ ადამიანებს დოლარი აიღონ და გამოიყენონ. იმუშავა. აღარ იყო არც. და მაინტერესებს რამდენად არის დღეს საქართველოში დემოგრაფიული საკითხები დაკავშირებული ეკონომიკურ საკითხებთან, იმიტომ რომ სტატისტიკის იგივე ეროვნული სამსახურის მონაცემებით დემოგრაფიული კრიზისია ქვეყანაში. და ეს რამდენად გამოწვეული არის ეკონომიკური საკითხებით. ახლა მე მესმის რომ ჩვენ ზოგადად მნიშვნელოვანი არის ქვეყანაში ის რომ ამ მიმართულებაზე ვიფიქროთ, იმიტომ რომ ჯერ ჩვენ ვართ სახელმწიფო სადაც ადამიანი და ადამიანის ღირებულებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა და დემოგრაფიულ საკითხებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა და ამ მიმართულებით მაინტერესებს შენი აზრი, რამდენად პირდაპირ კავშირში არის ეკონომიკური საკითხები დემოგრაფიულ პრობლემებთან. ხო, ну შეიძლება ბევრი ფაქტორი თქვა, მათ შორის დემოგრაფიამაც ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე გეტყვი და ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი, იმიტომ რომ ახლა მყავს წლის და 8 თვის ბავშვი და ძალიან კარგად მესმის, რასთან ასოცირდება ბავშვის ყოლა. ძალიან პრაქტიკული მაგალითი მოვიყვანოთ, წარმოიდგინე, გაჩნდა ბავშვი. წარმოიდგინე, რომ ამ ბავშვს ჭირდება პირობითად ხელოვნური კვება. ხელოვნური საკვების ფასი ჩვენთან 1 თვის, როცა ახალშობილია და ახალშობილი 3 საათში ერთხელ, 2 საათში ერთხელ კვებას საჭიროებს და უნდა გაუკეთო ის. აი, უხეშად რო ვთქვა, აი, ყველაზე იაფ შემთხვევაში 700 ლარში გამოდიხარ მარტო კვება. ამას დაამატებ ამპერს პირობითად. აი ძალიან მარტივი ის. ხო, ეს დამატებით არის დაახლოებით 300-400 ლარი. ეს უკვე 1100 ლარი არის. ამას დავამატებ ექიმთან ვიზიტები, საშუალოდ ვიზიტზე 100-150 ლარი თვეში, წამლები, იმიტომ რომ საწყის ეტაპზე არის გარკვეული პრობლემა, ხა არ ახსნი მედიცინის დონეზე, მაგრამ წამლები, რომელიც დაახლოებით 150-200 ლარი ჩდება. ანუ ამას დავამატებ მე კალიესკას, ანუ წარმოიდგინე, ბავშვის ყოლა თვიურად გიჯდება 2000 ლარამდე, რომ უბრალოდ ბავშვი კარგად იყოს. ახალშობილზეა საუბარი. ზამიებს ჩვენ საუბრობთ ქვეყანაში, სადაც საშუალო ხელფასია 2000 ლარი და ხალხი რო უყურებს ამ საშუალო ხელფასს, რომ 2000 რანაირად არის, როცა მე 800 ლარზე მუშაობ და მართლა ეგრე მედიანური ხელფასი რო ავიღოთ, მედიანური ხელფასი, რომელიც უფრო მეტ რეალობას აჩვენებს, ადამიანების ხელფასი არის დაახლოებით 900 ლარი. ხელზე რასაც იღებენ, მედიანური ხელფასი აი მაქსიმუმ 1000 ლარი. და წარმოიდგინე, როცა ესეთი სიტუაცია ქვეყანაში, ესეთი მართლა გაჭირვება და შემოსავლების კუთხე სერიოზული პრობლემებია, ბავშვის ყოლა ნორმალურ პირობებში გიჯდება თვეში 1500-2000 ლარი მაინც, რომ მინიმალური საჭიროები დაუკმაყოფილო. და ჩვენ ახსენე ბანკების თემა და ჩვენ ეროვნულ ბანკზე ვისაუბრეთ, მაგრამ კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით მინდა გითხრა, აი რამდენად კეთილსინდისიერია ამ შემთხვევაში მოქალაქეებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ბანკების საქმიანობას და ბანკების მარკეტინგ აქტივობებს და კამპანიებს, მათ აქვს ძალიან კარგად შეფუთული ეს პროდუქტი, აქვს ძალიან კარგი ლოზუნგები, მოწოდებები, წინ გამარჯვებისკენ რაღაც ასეთი აქტივობები და თემები და იმიჯს ძალიან კარგად ქმნიან, მაგრამ დღეს საქართველოში რომ ფაქტობრივად შეიძლება არ იყოს ოჯახი, რომელსაც ბანკის ესხი არ ქონდეს, ეს ერთი საკითხია, მაგრამ მეორე არის რა პირობებში აქვს ეს ესხები. და როდესაც მოქალაქე მიდის და რაღაც იპოთეკურ ესხს იღებს პირობითად, ეს რომ შეადარო შენ ევროპულ ბანკებს, არის ძალიან დიდი სხვაობა პროცენტებში. მაგალითად, საფრანგეთში შეიძლება აიღო საბანკო იპოთეკური ესხი 1.2%-ში 25 წლით იპოთეკური ესხი და შენ როდესაც ხარ ახალგაზრდა ოჯახი და ეს შეგიძლია ამ პერსპექტივაში რაღაც დაგეგმო, აქ არის გაცილებით ძალიან მაღალი პროცენტები. აი რა არის ამის მე მესმის რომ მოქალაქეები მაინც იღებენ ამ ესხს, მაგრამ რა პოლიტიკა უნდა იყოს, რომ საბანკო პოლიტიკამ ფაქტობრივად არ მოიცვას ასე მოსახლეობის უმრავლესობა და მთელი ქვეყანა არ იყოს ადამიანების ცხოვრება გადასული იმაში, რომ იმუშაოს შემდეგ ეს ბანკის პროცენტი გადაიხადოს თვის ბოლოს. სანამ აქტიურად დაიწყება ამაზე საუბარს, როდესაც მოქალაქეს ესხს იღებს და იქ ხელს აწერს ხელშეკრულებას,
უდებენ რაღაც 500 გვერდიან დოკუმენტს, ხო? და ამ 500 გვერდიან დოკუმენტის გაცნობა ჯერ ერთი რომ დაუჯდეთ და ერთი თვე იკითხო შეიძლება მოქალაქემ ეს ვერ გაიაზროს, იმიტომ რომ არ ქონდეს სათანადო იურიდიული განათლება და შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე რომ იქ ჩადებული არის ისეთი პუნქტები, ისეთი ნაღმები, მე ვიტყოდი, რომ ბანკს ეძლევა ყველაფრის უფლება ამ შემთხვევაში. და უკვე გვიან არის ხოლმე, იმიტომ რომ ხელმოწერილი არის მოქალაქის მხრიდან. ეს რამდენად კეთილსინდისიერი მიდგომაა. ხო, ნუ აი ბოლოდან დავიწყებ. ეგ პრობლემა მართლა იყო და ბოლო მომხმარების უფლებების დაცვის კონფერენციაზე რო ვიყავი, მე მგონი მაშინ ეროვნულმა ბანკმა თქვა, რომ აი მმართველობით კმეთი ნაბიჯები გადაიდგა, გულφრთხილად რო გითხრა, აღარ მახსოვს მართლა რა ნაბიჯი, მაგრამ მაგ პრობლემაზე საუბრობდნენ, ასე რომ ეგ პრობლემა ალბათ ეხლაც არსებობს. ნუ რაღაც ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ეხლაც არსებობს. ძალიან მაღალია საპროცენტო განაკვეთი ჩვენთან, ანუ თუ ძალიან არ გჭირდება მართლა რაღაცაში, არ უნდა აიღო access-ი, იმიტომ რომ ფაქტობრივად რას ესაც იღებ, მინიმუმ ორმაგს აბრუნებ რა საბოლოო ჯამში და ეს ძალიან სწორი მინიშნება, მაგალითი იყო საფრანგეთი, გერმანია, ანუ იქ მართლა 1.2% იპოთეკურ სიზღებთ, ან 25 წლიანია, ჩვენთან მე მგონი 15 წლიანია, მაქსიმუმ მე მგონი 20-იანი. რამდენიმე მიზეზია, მოდი დავფიქრდეთ რა განაპირობებს ამ ყველაფერს, ხო? ერთი არის ეკონომიკა კვლავ, ეკონომიკური პოლიტიკა და მეორე არის ამას ლობიზმი დავარქვა თუ ინტერესების გატარება, ორივე ახსნათ. რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს. საბოლოო ჯამში ეს საბანკო საქმე სხვა თანაბარ პირობებში უნდა ფუნქციონირდეს, როგორც მოთხოვნა მიწოდება, ხო? აი რას გულისხმობ, რომ ბანკი არის შუამავალი ჩემსა და მაგალითად ჩემს შორის, რომ სესხის აღება გინდა, რაღაც მე მაქვს ფული და ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ ბანკი ასრულებს ჩვენ შორის გარანტორს, რომ მე ორივეს გიცნობთ და მე დაგასტაბი, მე შეგარი, ასე ვთქვათ, მოგარიდებთ. და თვითონ რაღაცა პროცენტს იღებს ამაში. ამიტომ ერთი არის, რომ ღარიბები ვართ, ვერ ვზოგავთ, დეპოზიტი არ გვაქვს და ცოტა არის ფული რო გაასესხონ მაგის მოზიდული და მეორე ამბავი არის რომ ალტერნატივა არ არსებობს. მაგალითად კაპიტალის ბაზარი. კაპიტალის ბაზარი ჩვენთან დე ფაქტო რაღაც არსებობს, რაღაც თავისთვის რაღაც 5 ლარია თვიური ბრუნვა, მეტი არაფერი. ამის აი ეს ალტერნატივა რომ არ არსებობს, ეს ხო საბანკო სექტორში კი არა. ეს არის სამედიცინო სექტორში. ბევრგან ეგ პრობლემა არის, რომ მხოლოდ ერთი ან ორი ერთმანეთთან დაკავშირებული კონკურენტია, რომელთაც იდეალურად აქვს შეთანხმებული ფასები და ნუ იმიტომ რომ რაღაც საქართველოს არის პატარა, ასე ვთქვათ, ბაზარი, არ არის დიდი ეკონომიკა და შესაბამისად დიდი კონკურენტები, ბევრი კონკურენტი არ არის ქვეყანაში, გამოდის ის რომ წასასვლელი არ აქვს სხვაგან მოქალაქეს. და ნუ ამ შემთხვევაში აი სწორედ აი მად გასავლები არის ხაზი სად რომ მოქალაქე როგორ უნდა იყოს ამ შემთხვევაში დაცული, იმიტომ რომ იმ კლასიკური საბაზრო ეკონომიკის პირობებში და ეს უხილავი ხელი და თავისუფალი ბაზარი ამ შემთხვევაში ასეთ ეკონომიკის პირობებში არ მუშაობს იდეალურად. იმიტომ რომ აქ არის ბარიერები და რეგულაციები, რომლებიც ახალ ალტერნატივებს კლავს. მე მინდა ორგანიზაციის საქმიანობასაც შევეხოთ, რომ არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა, რას აკეთებს ორგანიზაცია, რომლის დირექტორი ჩვენ ხართ? ხო, ჩვენ რეალურად თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია უკვე 3 თვეა, რაც დავიწყეთ ფუნქციონირება, ამ ეტაპისთვის უკვე 15 კომპანია შემოვიერთეთ, სხვა პროფილის, სხვა ზომის, რაც ძალიან გვახარებს და ეტაპობრივად ძლიერდებით და რეალურად ჩვენი შექმნა არის იმ გამოწვევების გამოგზახილი, რაც ქვეყანაში არსებობს. ნახეთ ხა მეწარმეთა შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც მეწარმე სუბიექტის ფაქტობრივად პოლიტიკური საქმიანობა აიგრძალათ, ნახეთ სხვა ტიპის რეგულაციები, რომლითაც ბიზნესის, ასე ვთქვათ, მარწუხებში მოქცევა ხდება სხვადასხვა სექტორში და მოკლედ ახლა ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც ბიზნესს ნებისმიერ დროს შეუძლია მთავრობა მიედეს რაღაცა წნეხში მოაქციოს. ამ წნეხის საპასუხოდ, ამ გამოწვევის საპასუხოდ შევქმნით ასოციაცია და ჩვენი მუშაობის ფარგლებში ვატარებთ სუფთად ბიზნესის ინტერესებს. თუ ბიზნესი არ არის თავისუფალი, ეს მარტივად ძალიან მოკლე ვადებში ეთყობა ხოლმე ბიზნესს და ზოგადად ეკონომიკურ მოცემულობას ეს არათავისუფლება და მე წარმატებას ვუსურვებ შენს კომპანიას და წარმატებას ვუსურვებ თითოეულ ბიზნესმენს, თითოეულ ეკონომისტს და საერთოდ ამ ქვეყანას და ძირფასო მეგობრებო, ეს იყო ნოდარ სირბილაძე, თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის დამფუძნებელი, დირექტორი და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.